ჩემს ბოლო ვიდეოში მე ავაწყე ეს სტირლინგის ძრავა ველოსიპედის ასამოძრავებლად. ეს თავისით მუშაობს? ეს მუშაობს. და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი მისი ამუშავებით, მუშაობის ხარისხი ძალიან სუსტი იყო. However, like with any engineer, მოგვიანებით მათზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც წინა ვიდეოში მქონდა, იყო ის, რომ ცხელი ჰაერის გაფართოება ჯგუშს საკმარისად შორს არ აწვებოდა, რაც დროებით გადავჯერი უფრო მოკლე კრანკის ოფსეტის გამოყენებით. მაგრამ როცა ეს ძრავა დავაპროექტე, ჩემი გამოთვლები აჩვენებდა, რომ მას უნდა გამოეწვია საკმარისი გაფართოება. მაშ, სად მიდის მთელი ეს გაფართოებული ჰაერი? ამ ქვედა ცილინდრის შიგნით არის ის, რასაც displacer-ის ჯგუში ეწოდება, რომელიც უბრალოდ ჰაერს ძრავის ცხელ და ცივ მხარეებს შორის გადაადგილებს. აუცილებელია, რომ ამ ჯგუშის შიგნით მოცულობა ჰერმეტულად იყოს დახურული, რაც ამჟამად ასე არ არის. ამის გამოსასწორებლად, displacer-ისთვის ახალი ქვედა ფირფიტა დავაპროექტე და მაღალი ტემპერატურის ეპოქსიდური წებო გამოიყენე, რომ იგი უჟანგავი ფოლადის ჭიქაზე მიმეგრა, რაც ჰერმეტულ დალუქვას უზრუნველყოფს. მაინც რჩება პატარა ხვრელი იქ, სადაც ის გამავალ ღერწს უერთდება, მაგრამ როგორც კი ყველაფერი ბოლტებით დამაგდება, ეს ხვრელიც დაილუქება. ასევე მოხსენი მთავარი ძალოვანი ცილინდრი და შევიძინეთ ცილინდრის ჰონინგვის ხელსაწყო, რომელიც ეხმარება დამშავების პროცესის შედეგად წარმოქმნილი ხაზების გასწორებაში. ასევე ცილინდრის კედელზე ქმნის ცვრილ ჯვარედინ ნაჭდევებს, რაც უზრუნველყოფს უკეთეს შეზეთვას ზეთის დასმისას. და დავამუშავე ახალი ჯგუში, რომელიც სპეციალურად შექმნილია ამ TPU-სგან სამგანზომილებიანად დაბეჭდილი ჭიქისებრი მანჟეტებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ შესანიშნავ ჰერმეტულობას ძალიან მცირე ხახუნით. და ეს მაგრდება ჯგუშზე თეფლონის რგოლით, რომელიც ცილინდრის შიგნით გასრიალდება. მაშ, ძველი, უფრო დიდი კრანკის ძრავაზე მიმაგრებით, რომელიც ადრე არ მუშაობდა, ეხლა იმუშავებს ახალი მოდიფიკაციებით. ის არა მარტო მუშაობს მოსალოდნელი გაფართოების რაოდენობით, არამედ უფრო დიდი კრანკის გადანაცვლება ნიშნავს უფრო მაღალ ბრუნვის მომენტს და ის უფრო მაღალ ბრუნვებზეც თრიალებს. თუმცა, ჰაერის გაფართოება ერთადერთი არ არის, რაც სიმძლავრეს ქმნის, რადგან ასევე საჭიროა ჰაერის შეკუმშვა მისი გაგრილებით, რაც ამ ძრავის ამ ხარის ამოცანაა. ამიტომაც აქვს ჰაერის გამაგრილებელი ფარფლები და წყლის გამაგრილებელი მილები. თუმცა, ცვალი მხოლოდ უკანა ძრავის ბლოკს აგრილებს, რადგან ის ამ ნაწილს პატარა შუასადებით არის გამოყოფილი. ამიტომ, როდესაც ამ სტაციონარულ ტესტებს ატარებენ, ჰაერით გაგრილების ნაწილი გაგრილებას ვერ ახერხებს. ამიტომ, ძრავიდან ამოვიღე და ბლოკის ქვედა მხარეს წყლით გაგრილების არხები დაამუშავე. რაც ალბათ მთელ ბლოკს თანაბრად ვერ გააგრილებს, მაგრამ ცოტათი მაინც უნდა დაეხმაროს. ასევე, როდესაც ჰაერი ცივდება, ის იკუმშება და ძრავის შიგნით ვაკუუმს ქმნის. მაგრამ ეს ჭიქისებრი ბეჭდები ჯგუშზე მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა წნევა ერთ მხარეს მოქმედებს, რადგან ჭიქა ფართოვდება და ცილინდრის კედლებთან იკეტება. მაგრამ თუ ამ მხარეს ვაკუუმია, ჰაერი უბრალოდ გაივლის ბეჭდის გვერდით. ამიტომ ჯგუში ისე შევცვალე, რომ ახლა ორი ჭიქისებრი ბეჭდი აქვს, რომლებიც ერთმანეთის საპირისპიროდ არის დამონტაჟებული, რაც ვაკუუმის პირობებშიც ბეჭდს შექმნის. ეს ორმაგი მოქმედების ჯგუშის ბეჭდი ძრავს გაცილებით ადვილად ასაქმებს, რადგან როდესაც ჰაერი იკუმშება და ვაკუუმს ქმნის. ჯგუში აღარ უწევს შეკუმშვის წინააღმდეგ ბრძოლა. ის უბრალოდ ორივე მიმართულებით იწევა და იბიძგება. და ჩვენ მივიდეთ დამატებით 100 ბრუნი წუთში. ამ დრომდე მე ყურადღება გავამახვილე ჰაერის გათბობასა და გაგრილებაზე. თუმცა ჰაერის გათბობა და შემდეგ ზედმეტი სითბოს წყლის გაგრილების სისტემით ყოველ ციკლში გამოყოფა ძალიან არაეფექტურია. მაგრამ არსებობს გზა, რომ ამ სითბური ენერგიის ნაწილი რეგენერატორის გამოყენებით ხელახლა გამოვივენოთ. ეხლა ეს ბევრად უფრო რთულად ჟღერს, ვიდრე სინამდვილეშია, რადგან რეგენერატორი უბრალოდ დიდი ზედაპირის ფართობის მქონე თბოგამტარი მასალაა. მაგალითად, წვრილი ფოლადის პადე, რომელიც ძრავის ცრავის ცხელ და ცივ მხარეებს შორის არის მოთავსებული და ჰაერი იძულებულია მასში გაიაროს. ასე რომ, როდესაც ცხელი ჰაერი displacer-ის ჯგუშის გარშემო მოძრაობს, ის თავისი სითბოს ნაწილი ბადეში გადადის და მას ათბობს, რაც ასევე ოდნავ აგრილებს ჰაერს. შემდეგ, როცა ჰაერი მთლიანად გაგრილდება ცივი მხარის მიერ, ის ისევ გადის რეგენერატორის ბადეში, რომელიც მას კვლავ ათბობს, რადგან ჰაერი ისევ იწოვს იმ სითბოს ნაწილს, რომელიც მან ადრე დატოვა ბადეში. ამით ხელახლა იყენებს სითბოს, რომელიც სხვაგვარად გარეთ დაიკარგებოდა. ეს ნიშნავს, რომ ჰაერის გასათბობად ნაკლები ენერგია საჭირო და ცივ მხარესაც ნაკლები სითბოს მოცილება უწევს. ტრადიციულად ეს რეგენერატორის მასალა ძრავის ცილინდრში უძრავად იყო მოთავსებული. თუმცა მე მინდა რომ ის displacer-ის ჯგუშის გარეთ დავამაგრო, რაც ფაქტობრივად იგივე საქმეს აკეთებს. ამისთვის დავჭერით თხელი სილიკონის ფირი, რომლითაც displacer-ის ჯგუშის გარეთ შემოვახვევ. ეს დაიზოლირებს რეგენერატორის მასალას displacer-ისგან, ასევე მისცემს საშუალებას, რომ მასალა ჯგუშზე მჭიდროდ მოეჭიდოს და იმედია არ ჩამოცურდეს. შემდეგ ვიყიდე ცვრილი უჟანგავი ფოლადის პადე, რომელიც ფორმაზე მოვჭერი და სილიკონის ფირზე შემოვახვიე, ხოლო მის დასამაგრებლად სპილენძის მავთული გამოვიყენე.
მაგრამ შეუძლია თუ არა ასეთ მარტივ მოდიფიკაციას ძრავის მუშაობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. მოდით დავაბრუნოთ ის ძრავში და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. ეხლა როცა ძრავი ბრუნავს, 588 ბრუნით წუთში წინა 326 ბრუნის ნაცვლად გაოცებული ვარ. Როგორ შეუძლია უბრალო უჟანგავი ფოლადის ბადის დამატებას ასეთი დიდი გაუმჯობესება მოუტანოს მუშაობას? თუმცა ხმა ბოლომდე არ შეესაბამება Sterling-ის ძრავს. თითქმის წვის ძრავას გავს, მიუხედავად იმისა, რომ წვა არ ხდება, ყოველ შემთხვევაში შიგნით. როცა ძრავი შენელდა, შევნიშნე, რომ ეს კრანკის ჭანჭიკი მოშებული იყო, რაც ალბათ ხმაურს ითვევდა. ასევე შევამჩნიე მცირე რხევა ამ ღერძზე, რომელიც ენერგიის დგუშს უკავშირდება. ამ პროექტის პირველ ნაწილში აქ თეფლონის ბუშინგი გამოვიყენე, რომ ღერძი გლუვად თრიალებდეს. მაგრამ მას ზედმეტად დიდი თავისუფლება ჰქონდა, ამიტომ ხაზოვან საკისარზე გადავიტანე. თუმცა როგორც ჩანს, მასაც გაუჩნდა გარკვეული თავისუფლება. ბოლოს რამდენიმე სხვადასხვა ბრენდის მაღალი ხარისხის, ძვირადღირებული საკისრები და ზუსტი ღერძები შევუკვეთე. თუმცა ყველა მათგანს გარკვეული თავისუფლება აქვს. და ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი შექმნილია ღერძზე გლუვი მოძრაობისთვის, ამ მიმართულებით მინიმალური თავისუფლებით. მაგრამ მე ძალიან მცირე ბრუნვითი თავისუფლება მჭირდება, რასაც ჩვეულებრივ ორი საკისრის ერთად გამოყენებით აგვარებენ. მაგრამ რადგან ჩემს ამჟამინდელ ძრავის დიზაინში ამისთვის ადგილი არ მაქვს, საკუთარი ხაზოვანი საკისრის გაკეთება მომიწევს. ამისთვის დავამზადე პატარა დეტალი, რომელსაც 4 ხრახნიანი ხვრელი აქვს, რაზეც ძალიან პატარა ბურთულიან საკისრებს ავამაგრებ. ეს ქმნის ვის ფორმის არხს, რომელშიც ღერძი იმოდროებს და შემიძლია ეს ძრავის უკანა ფირფიტაზე დავამაგრო. კიდევ ერთი საკისრის ბლოკით, რომელიც კიდევ ორ საკისარს შეიცავს, ღერძი ერთ მოძრაობის ღერძზე იქნება დაფიქსირებული. და ლუფტი ფაქტობრივად აღმოფხვილია. სანამ კიდევ ერთ ტესტს ჩავატარებდი, მინდოდა შემემოწმებინა რეგენერატორის მასალაც ეს რიგში იყო თუ არა, მაგრამ ცილინდრის მოხსნის შემდეგ აშკარა გახდა, რომ პრობლემა იყო. ძრავის შიგნით უცნაური თეთრი ფხვნილი იყო, რომელიც როგორც ჩანს, სილიკონის ფირფიტიდან მოდიოდა და ის ყველგან იყო. თუმცა ბადის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა, რომ მხოლოდ სილიკონის ზედა ნაწილი იყო დამწვარი, რადგან ის ყველაზე ახლოს იყო ცხელი თავსახურთან. ამიტომ ჩემი სწრაფი და მარტივი გამოსავალი იყო დამწვარი ნაწილის მოჭრა და რეგენერატორის შემოკლება. მაგრამ ასევე გავაორმაგე ბადის სისქე, რომ დაკარგული მასალა ამენაზღაურებინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ძრავის გასაშვებად გაზის ჩირაღდნის გამოყენება კარგად მუშაობს, ის საკმაოდ ხმაურიანია, რაც აფუჭებს Stirling-ის ძრავის ბუნებრივად მშვიდ ხასიათს. ამიტომ მინდოდა უფრო მუდმივი სანთურა ამეწყო, რომელიც ესეთი ხმაურიანი არ იქნებოდა. ჩემი იდეა ამ სპილენძის ფურცლისგან მაღალი ზედაპირის მქონე თბოგამტარი გავაკეთო, რადგან ის ცეცხლიდან სითბოს ძრავის ცხელ მხარეს გადაიტანს. თბოგამტარი შედგება 5 ფილფიტისგან, რომლებშიც ბევრი დამუშავებული ხვრელია, რაც სითბოს საშუალებას აძლევს გაიაროს. თუმცა თითოეულ ფილფიტაში ხვრელები გადანაცვლებულია, ამიტომ სითბოს პირდაპირ გზა არ აქვს და იმედია მაქსიმალურად გადადის სპილენძში. შემდეგ ის შეიძლება პირდაპირ ჭანჭიკებით დამაგრდეს ძრავის ცხელ ბოლოს. საწყისი ტესტისთვის ვიყიდე ეს პატარა სპირტის სანთური, რომ ნახო იმუშავებს თუ არა ძრავი. რამდენიმე წუთის შემდეგ სპილენძი დაიწყო დაჟანგება და დაკარგა თავისი მბზინავი ფერი, ხოლო ძრავი ჯერტირებს საკმარისად ცხელი არ იყო, რომ ემუშავა. ამიტომ დავუმატე ცეცხლგამძლე შედუღების გადასაფარებელი, რომ ძრავი თბილად დარჩენილიყო და ტემპერატურა უფრო მაღლა ასულიყო, მაგრამ მაინც არ ხვდებოდა საკმარისად. შემდეგ ვიყიდე სპირტის სანთურის ფითილი, რომ საკუთარი სანთური გამეკეთებინა და რამდენიმე ტესტი ჩავატარე წყლის გათბობით. წყლის ტემპერატურის მატების გაზომვით შემეძლო გამეთვალა ალი რამდენ სითბურ ენერგიას გამოყოფდა, რაც ერთი ფითილისთვის საშუალოდ ოდნავ მეტი იყო 200 ვატზე. ამიტომ საკუთარი სანთური გავაკეთე ფოლადის ქილიდან და 4 ფითილი გამოვიყენე, რომ იმედია 800 ვატი სითბური ენერგია მიმეღო და ქილა დენატურირებული სპირტით შევავსე. სპილენძის სითბოს გამტანიც, რომ იზოლირებული იყო, ძრავის ტემპერატურამ ბევრად უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწია. თუმცა ეხლა კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს. რაღაც ნაწილი იმ რაღაცაზე იწვის. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ მინდოდა მაინც ძრავა დამეტრიალებინა. ამიტომ ავავსე სანთური მეთილირებული სპირტით და გავაგრძელე გათბობა. და როცა ძრავის ცხელი მხარე 240 გრადუს ცელსიუსზე იყო, ძრავა ამუშავდა. მართლა ძალიან მაკმაყოფილებს, როცა ერთ მხარეს ალია, მეორე მხარეს კი მოძრაობა, რომელიც მთლიანად ჰაერის გათბობითა და გაციებით წარმოიქმნება. მაგრამ ამავდროულად სიმძლავრის მხრივ ეს დიდი ნაბიჯია უკან. ამიტომ, სანამ კიდე მეტროს დავხარჯავ იმის მცდელობაში, რომ ამ მოწყობილობისთვის ნორმალური სანთურა გავაკეთო, ვფიქრობ ისევ დაუბრუნდები სანდო გაზის ჩირაღდანს, რადგან ვიცი, რომ ეს საკმარის სითბოს გამოიმუშავებს ძრავის გასაშვებად.
რაც მე ვფიქრობ, უბრალოდ ასე დავამაგრებ მას ველოსიპედის წინა მხარეს, რაც ცოტა სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ საწყისი სატესტო გასეირნებებისთვის უნდა იყოს საკმარისი. შემდეგ უნდა ავაწყო კლაჩის სისტემა, რომლითაც ამ ბრუნვის ბორბალს ჩავანაცვლებ, რათა უკანა ბორბალი ავამუშაოთ. ასევე უნდა დავამთავრო წყლის გაგრილების სისტემის დამატება, თავისი ინტეგრირებული თუმბოთი და რადიატორით, უბრალოდ იმის სანახავად, ნამდვილად თუ შეძლებს ეს ველოსიპედის ამუშავებას. თუ ეს გამოვა, შემდეგ ცოტა მეტ დროს დავხარჯავ მის ოპტიმიზაციაზე და ვეცდები, რომ ეს სანთურა სწორად იმუშაოს. ამიტომ მოხსენი სანთურა და ცილინდრის ასამბლეა, რათა გამომეჩინა არც ისე ლამაზად გამოიყურებადი სპილენძის სითბოს გამტარი. მაგრამ როცა ცხელი თავსახურიდან მოხსენი, ერთი აზრი მომივიდა. იქნებ უნდა ვცადო ცხელი მხარის შიდა ზედაპირის გაზრდა, რომ ჰაერი უფრო ეფექტურად გავაცხელო. სამწუხაროდ ეს რთულია, რადგან უჟანგავი ფოლადის თავსახურში დამუშავება ძნელია. მაგრამ სწრაფი და მარტივი იდეა მქონდა. ამავე მავცულის ბადიდან, რომელიც რეგენერატორისთვის გამოვიხანე, ამოჭრა ნაწილი და ეს ბადე თავსახურის შიგნით პატარა ენისებული სამარის ამაგრებით დავამაგრე. ალბათ ეს ისეთი ეფექტური არ იქნება, როგორც სპეციალურად დამზადებული თბოგამტარი, მაგრამ მარტივი მოდიფიკაციაა და ცდად ღირს. შემდეგ დავაპროექტე სამაგრი, რომელიც ერთდროულად ეჭიდება როგორც გაზის ჩირაღნის სახელურს, ასევე ველოსიპედის ჩარჩოს. ჩვენ გვაქვს იდეალური კუთხე, რომ ჩირაღნის თავი პირდაპირ ძრავის ცხელი თავსახურის გვერდით დავამაგროთ. ეს საკმაოდ სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ აღარ მიწევს მისი ხელით დაჭერა. შემდეგი ნაბიჯია კლაჩის აწყობა, რისთვისაც დამჭირდა ახალი გამფრენი ბორბალი, რომელიც 3D პრინტერზე დაობეჭდე და მის ზონაში მოსამატებლად ჭანჭიკები გამოვიყენე. შემდეგ კლაჩის მასალისთვის ვიყიდე ეს ნიტრილის რეზინით გაერთიანებული ქორკის მასალა, რომელიც კარგ ხახუნს უზრუნველყოფს და ერთ მხარეს წებოვანი ფენა აქვს, რომ გამფრენ ბორბალზე კარგად მიეკრას. მეორე კლაჩის ფირფიტისთვის კი ავირჩიე ზუმფარის ქავალდი, რადგან იაფია და რეზინის ქორკთან ძალიან კარგ მოჭიდებას უზრუნველყოფს მინიმალური წნევის პირობებშიც. როცა ზუმფარის დისკს ამოვჭრი, მარტივად შემიძლია ორმხრივი წებოვანი ლენტით მივაკრა კლაჩის ფირფიტაზე. რა თქმა უნდა, ეს კლაჩი ალბათ ვერ გაუძლებს დიდ სიმძლავრეს, როგორც ნამდვილი ძრავის კლაჩი, მაგრამ ამ სტირლინგის ძრავის სიმძლავრისთვის საკმარისი იქნება და კარგად იმუშავებს. და ეს ორი ფირფიტა ერთმანეთს შეიძლება მივაჭიროთ პატარა ბერგეტით, რომელიც სპეციალურად კლაჩის სამაგში ჩავამონტაჟე და რომელიც კაბელით დაიჭიმება. ასე რომ, აწყობის შემდეგ, როცა ფირფიტებს შორის პატარა ზამბარაა მოთავსებული, კლაჩი შეიძლება ველოსიპედის ჩარჩოზე დამონტაჟდეს. და შემიძლია რამდენიმე მილი გავიყვანო საჭემდე, სადაც ძალიან მარტივი, ცერით სამართავი კლაჩის ბერგეტი დამონტაჟდება. ეს კლაჩის ბერგეტი მხოლოდ ორი ნაწილისგან შედგება და ქაჩავს საკაბელოს, რომელიც ველოსიპედის უკანა მხარეს კლაჩს მართავს. ორი ფირფიტის ერთმანეთზე დაჭერით, იმედია უკანა ბორბალზე გადაცემას ჩავთავ. მოდით ჩავრთოთ გაზის ჩირაღდანი და გამოვცადოთ. როდესაც კლაჩი ჩართულია, ბორბალს დავატრიალებ, რომ ძრავი დავქუქო. მაგრამ ნახეთ რა ხდება, როცა კლაჩს გამორთავ. ის სწრაფად აჩქარდება 800 მეტრ-ბრუნამდე წუთში და მე ისევ შემიძლია კლაჩის ჩართვა, რომ ბრუნვები დავწიო და ამავე დროს ბორბალი აღვაჩქარო საჭირო სიჩქარემ. როცა გაზის ჩირავდანი გამორთულია, აშკარაა, რომ ჩემი ხაზოვანი საკისრის გადაწყვეტა ბევრად უფრო გლუად მუშაობს. და ცხელი თავსახურის შიგნით დამატებული ბადე ჰაერს ბევრად უფრო სწრაფად ათბობს, რის შედეგადაც კლაჩის გათიშვისას ბრუნვები ბევრად უფრო მაღალია. ეხლა მას მხოლოდ საკუთარი ინტეგრირებული წყლის გაგრილების სისტემა სჭირდება. რისთვისაც გადავწყვიტე კომპიუტერის სტილის რადიატორი გამოვიყენო, რადგან ისინი იაფია და იგივე მილის შეერთებებს იყენებს, როგორც ჩემი ძრავი, რომელიც კარგად ჯდება ჩარჩოს ამ ნაწილში. შემდეგ წყლის გადასატანად ვიყიდე ეს პატარა 12 ვოლტიანი თუმბო, რომელიც ამ ეტაპზე ჩემს მილის შეერთებებზე არ ჯდება. მაგრამ სწორი ადაპტერების ყიდვის ნაცვლად გადავწყვიტე თუმბოს ზედა ნაწილი გადამეკეთებინა და ამომებეჭდა ჩემს Formlabs Form 4-ზე, რადგან ეს საშუალებას მაძლევს თუმბოს ზემოთ პატარა რეზერვუარი შევქმნა, რაც სისტემის შევსებას გაამართლებს. და მილის შეერთებები ადაპტერების გარეშე პირდაპირ შეიძლება ჩახრახნოთ. ასევე, როცა ის ველოსიპედის ჩარჩოზე დამაგდება, ამ შეერთებებზე წინასწარ გათვლილი კუთხეები ბევრად უფრო შესაფერისია იმისთვის, რომ მილი ძრავისა და რადიატორისკენ ავიდეს. და შემიძლია პატარა ძაბრი და მილი გამოვიყენო სისტემის წყლით შესავსებად. ეხლა ეს თუმბო გათვლილია 12 ვოლტზე, მაგრამ როცა ძაბვას 12 ვოლტამდე ვზრდი, ის იწყებს კავიტაციას და ძალიან არაეფექტური ხდება. და როგორც ჩანს, ის საუკეთესოდ მუშაობს დაახლოებით 3.5-დან 4 ვოლტამდე.
რაც იდეალურია, რადგან თელ სისტემას ერთ ლითიუმ-იონურ ელემენტზე შემიძლია ვამუშაო. და ის მხოლოდ 2 watt სიმძლავრეს მოიხმარს. მგონი დროა ეს ველოსიპედი სატესტო გასეირნებაზე გავიყვანოთ. უბრალოდ ველოდები, რომ ჩემი მოტოციკლი გათბეს. კი, სანამ კიდე უფრო გათბება, შეიძლება ცოტა გავასეირნო, რადგან მეშინია, რომ რადიატორი ძალიან გახურდება, როცა ჰაერის ნაკადი არ აქვს. გეტყვი, რომ ამის შემდეგ ჩემს ფეხებსაც ათბობს. სინამდვილეში, საკმაოდ სასიამოვნო. ეს გავს გათბობიან სავარძელს. არასდროს მქონია გათბობიანი სავარძელი მოტოციკლზე. ეხლა უკვე მუშაობს. მგონი აქ რაღაც ტიპის ჰაერის ფარი უნდა დავამატოთ, რადგან წინა მხარეს საკმარისად არ ცხელდება. კარგი, ეხლა ძალიან თვითნაკეთ. ქარისგან დამცავი, რომ იმედია ეხლა საკმარისად გახურდეს. ჩავაქრე. მას რაღაც ძალა აქვს, ოდნავ ვგრძნობ. უბრალოდ ძალიან ცოტა. ფიქრობ, მაქსიმუმ 30 ვატია. მაგრამ გეტყვი, რომ ეს საკმაოდ დიდხანს მუშაობს. შემდეგ ვიფიქრე, რომ შეიძლება უკეთ იმუშაოს უფრო მაღალი სიჩქარით, რადგან დამატებითი ჰაერის ნაკადი დაეხმარება რადიატორისა და ძრავის ცივი მხარის გაგრილებას, რაც შექმნის უფრო დიდ ტემპერატურულ სხვაობას და ასევე შესაძლოა ძრავს მისცეს ოპტიმალურ ბრუნვაზე მუშაობის საშუალება. ამიტომ პედლებით სიჩქარე ავგრიფე და ჩავრთე კლაჩი. ეს პედლების ტრიალი არ არის. Ever seen a Stirling engine powered bike before? Can't say I have. გამარჯობა ბატონო. გამარჯობა. ეს რა ჯანდაბაა? უდავოდ უკეთესად მუშაობს უფრო მაღალ სიჩქარეზე. არის სიმძლავის დიაპაზონში ხდება, ოპტიმალური ეფექტურობის ბრუნვამდე მიდის. ფუცხლით გაგრილება უბრალოდ უკეთესად მუშაობს მაღალ სიჩქარეზე. ეს მაინც საკმარისი არ არის, რომ ასე ვთქვათ, მუდმივი სიჩქარე შეინარჩუნოს. მაგრამ ძალიან ახლოსაა. ხო, ასეა. ეხლა სემის ჯერია Stirling-ის ველოსიპედზე. საინტერესო იქნება როგორ მოეწონება სემს ეს ველოსიპედი. იმიტომ რომ ის დაახლოებით 20 კილოგრამით ნაკლებს იწონის ვიდრე მე. ასე რომ ძრავის მცირე დახმარება შეიძლება მას ცოტა მეტად დაეხმაროს ვიდრე მე. And engage power off. ასე რომ წონის შემცირება ძრავს საშუალებას აძლევს ძალიან მცირე ბუსტი მისცეს. მაგრამ როგორ იმუშავებს ის, როცა სემი უფრო მაღალ სიჩქარეზე სცდის? ეს მართლა წინ მიმაქანებს.
ძალიან მაგარია, როგორ ჟრერს. მიუხედავად იმისა, რომ ძრავი ძალიან მცირე ძალას მატებს, ის არ ამიყვანს არც ერთ აღმართზე. მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შედარებით მცირე ცვლილებებით ძრავი აქედან გადავიდა ამაში. It's actually running. ამაში. და ვფიქრობ, რომ ის ბევრად უფრო სწრაფად დატრიალდება ძრავის შიგნით სითბოს გადაცემის გაზრდით, რაც საშუალებას მოგცემს უკეთესი შკივების, უკეთესი ფარდობა მივიღოთ მეტი ბრუნვის მომენტის მისაღებად და შესაძლოა შევინარჩუნოთ მუდმივი საკრუიზო სიჩქარე. მაგრამ ეხლა დიდი მადლობა ყურებისთვის.